გაზის გაჟონისგან არის. სასტუმრო ქორთიერთ მერიოში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მეოთხე ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ყოველწლიურად ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ტარდება. კონფერენციაში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციაზე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობის შესახებ იმსჯელეს კონფერენციას თბილისის მერი გიგი უგულავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრნენ. სანამ სტუდენტები ხართ, არ დაგავიწყოს თავარი საქმე. ისწავლო იმისათვის, რომ მე დასახვდე და იყო წარმატებული ადამიანი. რა განსხვავებაა დღევანდელ საქართველოს და წინა წლებს შორის? დღევანდელ საქართველოში არსებობს პერსპექტივა. სამწუხაროა, რომ შეიძლება 50 წლის ადამიანს არ ქონდეს დიდი პერსპექტივა, იმიტომ რომ მან ცხოვრების შეგნებული ნაწილი განვლო. და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ტრანსფორმაციას განიცდის და იმ ადამიანმა ის უნარჩვევები, რომელიც მაშინდელი სამყაროსთვის იყო ადეკვატური, შეიძლება დღეს მისი ცოდნა გამოცდილება არა ადეკვატური იყო, იმიტომ რომ 90 წლებში მიღებული გამოცდილება შეიძლება დღეს აღარ გეხმარებოდეს ნორმალური ცხოვრებისთვის გამოსადეგი არ იყოს. ბევრმა მოახდინა ადაპტაცია, ბევრმა ვერა. მაგრამ თქვენი შემთხვევა ამ შემთხვევაში არის უნიკალური, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დღეს დამოუკიდებელ ფეხზე დამდგარ ქვეყანაში მიიღოთ ცოდნა, გამოცდილება და ერთადერთი რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და ბ ხელმისაწვდომი ნორმალური განათლება იმისათვის რომ თქვენ ტყუილა არ გაატაროთ ეს 5 წელიწადი უნივერსიტეტებში. ეს არის ორი მთავარი მამოძრავებელი, რაც კი შეიძლება სახელმწიფო ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ მისცეს სტუდენტს და დანარჩენი უკვე ინდივიდუალურად თქვენ უნდა გააკეთოთ. თბილისის მერიის და ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა ფორუმი, ახალგაზრდული ფორუმი, სადაც დაახლოებით 100 ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. ეს ორგანიზაციები არის საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონალური ორგანიზაციები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ორგანიზაციების ერთად მუშაობა, ერთმანეთის გაცნობა, კოორდინაცია ერთმანეთთან.